სულ მუდამ აქტიური, იმიტომ რომ დაძინებული, ავადმყოფი და მკვდარი ვერ იომებს ეშმაკთან, იმიტომ რომ ეშმაკი არის ძალიან ძლიერი, გამოსტილი და არ იღლება და არაფერი. ამიტომ სულ ომი გვიწევს და ეს არის სიცოცხლე, ეს არის ბედნიერება, ეს არის ქრისტიანობა, ეს არის ის რაც ხდება ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი ყოფიერების მოტივაცია. ეს არის რაც ჩვენ გვაბედნიერებს. გესმის დაიბადე ვიღაცა სადღაც 21 საუკუნეში და რისი ღირსი გახდი, რომ სამყაროს შემოქმედის ერთგულებისათვის, მისი შენსგულში გამარჯვებისათვის დაცემულ ქერუბიმს ებრძვი, გესმით? რამხელა ღირებულება და რამხელა ნდობა გამოგიცხადა უფალმა, გესმით? ეს რამხელა რაღაცა, რისთვის დაბადებულ ხარ თურმე ადამიანო და რა ღირსება მოგეცა. და შეიძლება რომ დავიძინოთ, არ შეიძლება. ამიტომ ვიფხიზლოთ, ვიყოთ ღვიძარებაში, ვიომოთ, ვიბრძოლოთ და გვიყვარდეს ჩვენი უფალი იესო ქრისტე და ჩვენს გვერდზე მყოფი ნებისმიერი ადამიანი